გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი ხომასურიძის მამა. ჩვენ დავდიოდით ექიმთან, ხმარობდით სათვალეს. გვაცრავთ რა საკის არის ირაკლი და რამდენი ხანია რაც მკურნალობთ, სანამ ჩვენთან მომბრძანდებოდით. ირაკლი არის 4 წლის, 2 წლიდან შევამჩნიეთ, რომ ბავშვს თვალი გადაჰქონდა, ანუ და თვალს ხრიდა, მარჯვენა თვალს ხრიდა, ხრიდა. ხო და წავიყვანეთ ექიმთან, იმის შემდეგ სადღაც 1 წელია მკურნალობთ. რა მკურნალობას უნიშნავდა ეს ექიმი? მკურნალობას უნიშნავდა, ანუ მივდიოდით, შემოწმდებოდა ბავშვი რაღაც აპარატით, იმის შემდგომ, ანუ გვეუბნებოდა, ან სათვალე უნდა შევცვალოთ +5-დან +6-მდე, ან ბოლო სათვალე რას უნდა იყო, უკაცრავად შეგაწყოთ. ბოლო სათვალე იყო +6 და +4. +6, არა 8 რომ მიწერია. ხარ გეშლებათ, ნუ კარგით იყოს +6 და +4. ბავშვი კარგად ხედავდა იმ სათვალეში. ბავშვი განიცდიდა დისკომფორტს, რა თქმა უნდა, სათვალეში და ხედვით სიმართლე გითხრათ, ძალიან ეგრე არ შემიმჩნევია და არ უყურებდი, რომ არ ვაკვირდებოდი იმ ყველაფერს, რომ ვფიქრობდი, რომ სწორი არის. კი ბატონო, გისმენთ, გააგრძელეთ. მის შემდეგ გავიგეთ ქალბატონი მაკას ახალი ტექნოლოგიები, მაკო კლინიკა. ახალი ტექნოლოგიებზე მოვედით. ზუსტად 10 გაკვეთილში. არა, მაპატიეთ რა. საწყისი მხედველობა რამდენა ბიჭზე ხედავდა მარჯვენა თვალიდან? მარჯვენა თვალიდან ხედავდა 3 ნაბიჯზე. მარცხენა თვალიდან თუ კი 10 ხაზი არის ნორმა, რამდენ ხაზს ხედავდა? 3-ს. სათვალე მარჯვენა თვალზე ეხმარებოდა? არა. მარცხენა თვალზე 3 ხაზს რო ხედავდა, ჩვენ ერთად სინჯავდით პატარას, ხო, თქვენი ხავით აქ. ის რამდენი დაინახა, მოემატა თუ ისევ 3 ხაზი დარჩა? ისევ 3 ხაზი დარჩა. კი ბატონო, გმადლობთ. და აი მაინტერესებს ქათინაურის გარეშე. მაგოთერაპიის ტესტირება ჩვენ ჩავიტარეთ მეორე დღეს, როდესაც ბავშვს გავუკეთეთ სატესტირო პროცედურა. აი თქვენ შედეგი როდის შეამჩნიეთ, როგორ შეამჩნიეთ, ამ ბავშვი გეუბნებოდათ რამეს, საკმაოდ კომუნიკაბელური ბავშვია. პირველი 3 დღე ბავშვი ითხოვდა ჯერ სათვალეს. დიახ. შემდგომ მეოთხე დღეს რადიკალურად შეიცვალა ბავშვი. დიახ. ტელევიზორსაც, ანუ შორიდანაც მშვენივრად უყურებდა, ადრე ტელევიზორთან დგებოდა ძალიან ახლოს, იქიდან უყურებდა სათვალეებშიც. ეხლა შეუძლია დივნის ბოლოსაც დაჭდეს, ანუ სადღაც დაშორება არის. და სათვალის გარეშე უყუროს. სათვალის გარეშე უყუროს. მაშინ უკაცრავად, რამდენი იყო გადახრა თუ გახსოვთ, სანამ მკურნალობას დავიწყებდით პირველივე მოსვლისთანავე? პირველი მოსვლისთანავე შემოწმებისას იყო გადახრა 37 გრადუსი. დღეს მე რამდენი სეანსი გაქვთ მაგოთერაპიის? დღეს გვაქვს მე-9 სეანსი. და რამდენია გადახრის კუთხე 37-დან? სადამდე ჩამოვიდა? 37-დან ჩამოვედით 8-ზე. 8 გრადუსზე. თუ გახსოვთ, აი ჩვენ ეხლა ხანს გავსინჯეთ ბავშვი. მარჯვენა თვალიდან, საიდანაც მხოლოდ 3 ნაბიჯს ხედავდა, რამდენი ხაზი დაინახა? 3 ხაზით მოვიდა. ანუ პრაქტიკულად ღრმა ამბლიოპიურ თვალზე, ანუ ღრმა გაზარმაცებულ თვალზე, მისი მხედველობა გახდა 3 ხაზი 100% მოემატა 200-დან, ხო? ხოლო რაც შეეხება შედარებით უკეთეს თვალს, მარცხენა თვალს, საიდანაც საწყისი 3 ხაზი იყო, ის რამდენს ხედავდა? 6. 6, დიახ. 6 ხაზს. და ბოლოს თუ შეიძლება გადახრის კუთხე, აი თქვენი მეუღლე მელაპარაკებოდა რაღაც მეზობლებიო, ახლობლები ამჩნევინო. როგორ ხდება? შეხება რო გვაქვს ბავშვთან, იმდენად შეიძლება ვერ ვამჩნევთ, მაგრამ დიახ. მე სტუმრად რომ მივდიოდით, ან მეგობრები რომ მივდიოდნენ, საკმაოდ ყველა აჟიოტაჟირებული იყო, მაგ შეიძლება. აჟიტირებული კი. აჟიტირებული, დიახ. თუ შეიძლება აი სურათი გვანახეთ, იკაკოსი, როგორი იყო იგი მკურნალობამდე, სადაც მას ჰქონდა 37 გრადუსი და როგორი შედეგი მივიღეთ მერე. აი ჯერ მანახეთ, აი ეს სურათი, სადაც იკას ეთყობა გადახრა 37 გრადუსი და შემდეგ ეს გადაღებულია მე-4 თუ მე-5 სეანსზე, ხო?
დიახ. მეორე სურათი. ანუ ეს ჩვენი იკაკო ირაკლი ბატონი უკაცრავად 37 გრადუსით და ეს ბატონი ირაკლი 8 გრადუსით. თქვენ კმაყოფილი ბრძანდებით და ბოლოს ელოდით თუ არა ასეთ შედეგს, ოღონდ ძალიან გთხოვთ გულწრფელი პასუხი მინდა, ქათინაური არ მინდა, კარგით? დიახ. და რანაირად შეიცვალა თქვენი ან ბავშვის ცხოვრება, აი თქვენი სუბიექტური შეგრძნებები მაინტერესებს. ჩემი სუბიექტური, რადიკალური, მორალური, სულიერი ყველანაირი შეგრძნება აიწია 100%, იმიტომ რომ ბავშვმა დაინახა რეალური ფერები. და აი ბავშვი შეატყვეთ რომ ნაკლებად ღიზიანდება პირობითად, იმიტომ რომ ჩვენ ყველგან ვიძახით რომ მხედველობა თვალით იყურები, მაგრამ ტვინით ხედავ და ამით ბავშვის ხასიათი ზიანდება. რაიმე პოზიტიური მომენტი ბავშვის ხასიათში შეატყვეთ თუ ვერ შეატყვეთ? Გითხრათ, ჩემს უყურს პოზიტიური ბავშვი ისედაც და ისედაც, მაგრამ კარგი. ანუ ესე იგი ჩვენ მე პირველი დღიდანვე ყველა პაციენტს ვეუბნები და თქვენ შეგახსენებთ, რომ ორი პოზიტიური ცნებაა გაუმჯობესება და გაჯანსაღება. არაჩვეულებრივია, რომ ღრმა ამბლიოპიიდან ბავშვმა სამინებიჯიდან 3 ხაზი დაინახა, ეს არის გაუმჯობესება, მაგრამ რამდენი დაჭირდება გაჯანსაღებას, ბუნებრივია ეს წინასწარ როგორ თქვენ ისე ჩვენ არ ვიცით და შეკითხვა ბოლოს პროცედურები არის თუ არა მტკივნეული, როგორ მუშაობს ბავშვი, ხალისით, თამაშით, თუ იძულებით და მივალთ თუ არა გაჯანსაღებამდე, ანუ გამოყვებით თუ არა. დიახ, ბოლომდე გამოყვებით, იმიტომ რომ შედეგი არის სახედო. და ბავშვი როგორ მუშაობს აპარატურაზე, მტკივნეულია? არანაირად, ბავშვი, ანუ არანაირი წამალი არ არის, არანაირი ნემსი არ არის, არანაირი ლაზერი არ არის, არანაირი არაფერი. და ანუ ბავშვი კმაყოფილებით თამაშობს, ანუ თამაშის ფორმა აქვს? დიახ, ყველა წლოვანებას თავის ფორმა აქვს, რა თქმა უნდა. ანუ თამაშით არის მკურნალობა თქვენი შვილისთვის, თუ მიდის დაძალებითი მკურნალობა? არავინ არ აძალებს, რას ლაპარაკობთ, ბავშვს 4 წლის ბავშვს ვინ დააძალებს რაღაცის გაკეთებას, თუ თვითონ არ მოუნდა და დიდი მადლობა. გმადლობთ ინტერვიუსთვის. იმედია რომ გამჯანმრთელდებით, მე უკვე სოციალურ ქსელშიაც გავაზიარებთ თქვენს ინფორმაციას. კარგით. გმადლობთ.